რძის საწარმოები ნედლი რძის დეფიციტზე საუბრობენ. Საქსტატის მონაცემებით 2023 წელს ქვეყანაში 584 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს, რაც წინა წლების მაჩვენებლის მსგავსია. ბოლო წლების შედეგები რიცხვებში აჩვენებს, რომ მოთხოვნის ზრდას ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა და ბაზარზე ნედლი რძე დეფიციტურია. რძის საწარმო შვანრეს დამფუძნებელი BMG-თან აცხადებს, რომ კლება 2024 წელს კიდევ უფრო შესამჩნევი იყო, რაც სარეალიზაციო ფასებზეც აისახა. Როგორც ცნობილია, ეფასიანი ფხვნილის მიმართ მოთხოვნა და დამოკიდებულება მზარდია. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით რძის შემცვლელი მხოლოდ პასტის იმპორტი 71%-ით გაიზარდა, რაშიც ჯამურად $283,000 გადავიხადეთ. პურის საწარმო იფქლი დიღომის გენერალური დირექტორის ნისან იოსებაშვილის განცხადებით პურის ფასის გაზრდა ჯერჯერობით არ განიხილება. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროსთან ერთად მეწარმეები აქტიურად მუშაობენ. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დედაქალაქში დისტრიბუციის მანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ახალი რეგულაციის მიხედვით მათი მოძრაობა დილის 8 საათიდან დილის 11 საათამდე და 17 საათიდან 20 საათამდე პერიოდში აკრძალულია. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ შედეგად პროდუქტებზე ფასები 5-8%-ით უკვე გაიზარდა. ეტაპობრივად კი რიგ საშუალებებზე ფასის ზრდა შესაძლოა 15%-ის ფარგლებში იყოს. გაუარესებული პირობები და გაზრდილი გადასახადები საცალო ვაჭრობის ქსელების მხრიდან, როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, მხარებს შორის სახელშეკრულებო პირობები წლიდან წლამდე იცვლება და იზრდება გადასახადებით, რაც ბუნებრივია აისახება იმ პროდუქტის ფასზე, რომელიც მომხმარებელს თაროზე ხვდება. ქსელურ მარკეტებში შესვლა დისტრიბუტორებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. ბიზნესი იხდის როგორც ქსელში დაშვების საფასურს, ასევე სხვადასხვა მარკეტინგულ ხარჯს. ასეთია თაროზე დაშვების საფასური, ასევე ეგრეთ წოდებული რეტრობონუსი, ქეშბექი და სხვა. ლაშა რიჟამაძის განმარტებით თითქმის ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტს ერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს ქსელში შესვლის საკმაოდ სოლიდური თანხა აქვს გადასახდელი, იძულებულია მარკეტების პირობებს დათანხმდეს. ბიზნეს სუბიექტებს შორის ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავს რითეილ სექტორი. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ორგანიზებულ ბაზარზე კონკურენცია მაღალია. დისტრიბუტორებს აქვთ არჩევანი, მათთვის მისაღები პირობების მქონე ქსელთან ითანამშრომლ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ იკვეთება. რაც შეეხება ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებს, სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და ამაზე დამატებით ასოციაცია განმარტებებს ვერ გააკეთებს. 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4,6%-ით გაიზარდა და 6,400,000 გადააჯარმა. HSC Group Hospitalities დირექტორი და სასტუმრო გლაროს ოლთაუნის მმართველი გიორგი დოლიძე ფიქრობს, რომ სექტორს გაცილებით უკეთეს მაჩვენებელზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ არა 2024 წლის განმავლობაში არსებული ორი საპროტესტო ტალღა. აგროტურისტული ობიექტი ოტიას ეზო კრაფტ-ლუდის წარმოების ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BMG-თან ობიექტის დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ობიექტმა შარშან კრაფტ-ლუდის მოცულობები 400%-ით უკვე გაზარდა, რისთვისაც წარმოებაში საფერმენტაციო ავზები დაამატა. თუმცა ჭარბი მოთხოვნის გათვალისწინებით, რომელსაც კომპანია ვეღარ აკმაყოფილებს, წარმატების კიდევ 400%-იანი ზრდაა დაგეგმილი. მისივე ცნობით, წარმატების ზრდისთვის ახალი დანადგარების შესყიდვა იგეგმება. თუმცა მანამდე, სანამ კომპანია მოცულობებს გააზრდით, მეწარმე ქარხნის აშენებას აანონსებს, რომელიც ყალტუბოს შემოგარენში უნდა განთავსდეს. ცნობისთვის, ოტიას ეზო 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს.